მარიკა არევაძე კოალიცია ცვლილებისთვის წევრი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. რით არის ეს რეზოლუცია იმ არაერთ რეზოლუციას შორის, რომელიც აქამდე მიღებულა სხვადასხვა ინსტიტუციის მიერ და დამტკიცებულა, ეს რეზოლუცია რითია განსხვავებული? მოგესალმებით პირველ რიგში და მივესალმები მსმენელს. სამწუხაროდ პოლიტპატიმრებზე საუბარი ჩვენი ყოველდღიურობა იქცა ისევ როგორც იმ რეპრესიებზე, რომელიც ოცნების მხრიდან ხორციელდება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და ამაზე ვსაუბრობთ არა მხოლოდ ჩვენ, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, რომლებსაც გვიწევს ამ ყველაფერში ცხოვრება, არამედ საუბრობენ უკვე წლებია ჩვენი პარტნიორები, მეგობრები, დასავლური განვითარებული ქვეყნები, რომლებიც ისწრაფვიან ადამიანის უფლებების დაცვისკენ და იმისკენ, რომ დიქტატურა არ არსებობს ავტოკრატია არ არსებობდეს და ეს არ არის ხო პირველი რეზოლუცია, პირველი დასკვნა ან ანგარიში, რომელიც ოცნების მიერ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების მასობრივ რღვევასთან დაკავშირებით არის მიღებული. და ეს რეზოლუცია არის მორიგი. მე ამას წინათ სხვათა შორის დავინტერესდი, ერთი რაოდენობრივად მაინტერესებდა რამდენი იყო და ამ მხრივ კვლევასაც ვახდენ, როდის რა იქნა მიღებული 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდგომ 100-ზე მეტი რეზოლუცია თუ ანგარიში არის მიღებული და თითოეული მათგანი ეხება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რღვევას. ეს იქნება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ადამიანის უფლებების დარღვევა, ეს იქნება ასე ვთქვათ საარჩევნო უფლების ფარგლებში, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ჩვენ ვიცით, რომ ოცნებამ საერთოდ ხმის უფლება წაართვა და ჩამოართვა 100,000-ობით იმიგრანტს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და მისი კავშირი რა არის? მოქალაქეობა რა არის? კავშირი სახელმწიფოსთან და კავშირი მათ შორის სახელმწიფოსთან გამოიხატება იმით, რომ ეს ადამიანები ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ არიან ხელისუფლების წყარო და პირდაპირ უთხრა ამ 100,000-ობით ამომრჩეველს ხელისუფლების წყაროს იმან, ვინც უნდა შექმნას ამ ქვეყანაში მართველი სტრუქტურა და მართველი რგოლი, რომ თქვენ არ მიიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში და იცით რატომ არ მიიღებენ მონაწილეობას? იმიტომ რომ იქ, სადაც გაყალბება ვერ შეძლო, მან პირწმინდად წააგო და ის შედეგები რეალურად უნდა ყოფილიყო აქაც რომ არ ყოფილიყო გაყალბება. და ამაზე ჩვენ არაერთი ანგარიში მოვისმენთ, მათ შორის ეუთო ოდირის დასკვნაც ხო, რომელიც არასამართლია. კი ბატონო, აი ბატონო მარიკა, მნიშვნელოვანია ის რომ ეს არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იმითაც რომ ეუთოს რეზოლუცია მისმა საპარლამენტო ასამბლეამ დაუჭირა ამას მხარი და რიგრიგობითაც მიუყვეთ ახლა ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. საქართველოში საარჩევნო კეთილსინდისიერებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის შესახებ. ეს ჯო უილსონის ინიციატივით შექმნილი დოკუმენტია და მას შემთხვევითი არ არის რომ მუდმივად თავს ესხმიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ეს დაამტკიცა, ხო? არჩევნებზე მინდა კითხოთ უპირველეს ყოვლისა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც არის ახლა ლაპარაკი და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქართულ ოცნებას აღარ უნდა კონდეს საერთაშორისო დონეზე ილუზია, რომ ვინმე აღიარებს მის ლეგიტიმურობას საქართველოში, ვიდრე აქ არ ჩატარდება თავისუფალი არჩევნები. ის რომ ქართული ოცნება არ არის აღიარებული როგორც ლეგიტიმური მართველი და არ არის აღიარებული როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალა, ეს დადასტურებულია არაერთი საერთაშორისო ანგარიში და შესაბამისად საერთაშორისო პარტნიორების პოზიციებით, მაგრამ პირველ რიგში ეს დადასტურებულია ქართველი ხალხის მოქმედებით, იმით რომ არ აღიარებს და იმით რომ ამდენი ხნის განმავლობაში ადამიანების უწყვეტი პროტესტი, ყველანაირი რეპრესიები გამოყენების მიუხედავად მაინც გრძელდება. ამის გარანტია არის კიდევ ის და ამისი მაჩვენებელი ჩვენი ოპოზიციური, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ამ გაყალბებული არჩევნების ფარგლებში ბარიერ გადალახული სუბიექტების მოქმედება, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით იმ მანდატებზე, რომელიც თუნდაც ამ გაყალბებული არჩევნების ფარგლებში დაგვიწერა თუ მოგცა ოცნებამ, ხომ? და ეს რომ ასე არ ყოფილიყო, არ იქნებოდა არც ერთი რეზოლუცია მსგავსი შინაარსით და
ლეგიტიმაციის მოპოვებას, თუნდაც კოჭლი ლეგიტიმაციის ქართული ოცნება შეძლებდა. ეს გეჩვენებათ, რომ არის და ფიქრობთ, რომ არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რის გამოც ამ პარლამენტს არ აქვს აღიარება და ამ ეგრეთ წოდებულ მთავრობას. ეს არის ერთ-ერთი სწორად აღნიშნეთ თქვენ საკვანძო საკითხი, ვინაიდან რომ არ ყოფილიყო ეს ნაბიჯი და თქვენ იცით, რომ ჩვენ მეორე დღესვე გადავდგით ეს ნაბიჯი და დავიწყეთ შესაბამისი მოქმედებები და პროცედურულად როგორც კი ვადები უწევდა შესაბამისათაც ვიქცეოდით და ამან განაპირობა უკვე ის, რომ ოცნება იძულებული გახდა, გადაეწყო რეპრესიები, დაეწყო არასწორი ნაბიჯების გადადგმა, საკუთარი სახის რეალური ჩვენება და ამის ერთ-ერთი შედეგია ის, რომ 28 ნოემბერს რაც განაცხადა ოცნების პრემიერ-მინისტრმა, რასაც მოჰყვა უკვე მასობრივი პროტესტი და რასაც მოჰყვა უკვე ყოველდღიური უწყვეტი პროტესტი და ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში. რომ არა ოპოზიციონერების ჩვენი მაშინ ის მოქმედება და ჩვენს განცხადებაში პარტია ახალ კოალიციას ცვლილებას გულისხმობთ, პირდაპირ არის მითითებული, რომ მე ვინაიდან გაყალბებულ არჩევნებს არ ვცნობ და არ ვცნობ მათ ლეგიტიმაციას, ამის გამო ვითხოვ მანდატის შეწყვეტას და ეს განცხადება დააკმაყოფილეს. რას ნიშნავს? ესე იგი შინაარსია თანხმებიან ხო ან შინაარსი აღიარებული აქვთ მათაც? თუ რატომ მოხდა მანდატზე უარის თქმა და ამ ტიპის განცხადებები კოალიცია ცვლილებისთვის ასეთი განცხადებები წარვადგინეთ ყველა, იქნა დაკმაყოფილებული. პოლიტპატიმრების არაღიარებას ასევე მნიშვნელოვანი რა აქვს? ხედავს ოცნება თავის დროზე გააკეთა არასწორი ფსონი. როდესაც რუსეთი შეიჭრა სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო უკრაინაში, მან ფსონი გააკეთა სწორედ რუსეთზე და მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ჯერერთი რომ მალევე არ მოხდებოდა უკრაინის დამარცხება და შემდგომ უკვე რომ პირიქით რუსეთი შესუსტდებოდა და მარცხისკენ წავიდოდა. დღეს უკვე ხედავს ის რომ რუსეთი მარცხდება თავისუფალ სამყაროსთან ბრძოლაში. ის სუსტდება. ამიტომ ოცნება სჭირდება ახლა რაიმე ფორმით რაღაცა შესაძლებლობების გამონახვა და დალაპარაკება. ანუ იზოლაცია არ არის ამათი მიზანი და იზოლაციის ფარგლებში იციან რომ ესენი ვერ გააძლებენ დიდხანს, თუმცა დიახ, აი ქალბატონ მარიკა, აი უკაცრავად აი ჩაგეჭრებით, იმიტომ რომ პოლიტპატიმრები ახსენეთ და მინდა რომ აი ამ საკითხს კიდევ უფრო ვრცლად შევეხოთ. აი ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია რომ საქართველოს ყავს საქართველოს რეჟიმს, აი აქ ვინც de facto მართავს ახლა ივანიშვილი, ყავს პოლიტპატიმრები. რამდენად პრობლემური ახლა ივანიშვილისთვის საერთაშორისო არენაზე ამგვარი შეფასებები. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც თქვენი კოალიციის ლიდერები იქნებიან თუ სხვები ნაწილი ციხეში შედან. ის ვინც იჯდა ციხეში და გამოვიდა უკან შებრუნების საფრთხე აქვს, როგორი დაჩქარებული ტემპით მიდის განაჩენამდე ივანიშვილი შესაძლოა ეს ამავე ზაფხულს დასრულდეს სასამართლოში პროცედურა და შემდეგ თავისი გადაწყვეტილება როგორიც იქნება პოლიტიკური, იმას აღასრულებინებს სასამართლოს. მე ვიკითხე რამდენად პრობლემურია ეს ახლა ივანიშვილისთვის ქვეყნის გარეთ, როდესაც შეიძლება კიდევ დაამატოს პოლიტპატიმრები. ჩვენ თუ დავაკვირდებით ყველა რეზოლუციას, ანგარიშს თუ მოწოდებას, რომელი ინსტიტუციიდანაც არ უნდა იყოს და რომელი ტრიბუნიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს, ყველგან არის მითითებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის ის წინაპირობა, რომლის არსებობის გარეშეც არავითარი ლეგიტიმაცია, არავითარი აღიარება ოცნებას, ბიძინა ივანიშვილის ოცნებას არ ექნება. ასევე ეს არის ის წინაპირობა, რომელიც ალიანსის მხრიდან და მათ შორის ჩვენი კოალიციის მხრიდან არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ზოგადად სამომავლო, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ურთიერთობაში, ხო? იმიტომ რომ პოლიტპატიმრები არ უნდა არსებობდნენ. ჩვენ რამდენი ხნის განმავლობაში ვისმენთ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, ეს არის ოცნების ნარატივი, ალტერნატივა შექმნილი, ასე ვთქვათ, ალტერნატიული რეალობა და სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები არსებობენ სახელობით და გვარობით შეგვიძლია ჩამოთვალოთ ადამიანები, რომლებიც სწორედ პოლიტიკური ნიშნით არიან ციხეში გამოკეტილები. ეხლა პოლიტპატიმარი იქცა ძალიან ისეთ, რომ თითქოს ყველა შეიძლება ეწოდოს პოლიტპატიმარი. არა, პოლიტპატიმარი თუ რა ნიშნით შეიძლება განისაზღვროს, რომ პირი არის პოლიტპატიმარი, ეს უკვე წლებია მოქმედებს 2012 წლიდან, 2012 წელს იყო რეზოლუცია მიღებული, სადაც კრიტერიუმები გაიწერა და ამ კრიტერიუმებიდან თუნდაც ერთი თუ აკმაყოფილებს პოლიტპატიმრის, ანუ იმ ნიშანს, ესე იგი პირი არის პოლიტპატიმარი. და ჩვენ შემთხვევაში ყველა ის ადამიანი, რომელზეც ჩვენ ვამბობთ, რომ არიან პოლიტპატიმრები, იქნება ეს ოქტომბერი, ნოემბრის დაკავებულები, 4 ოქტომბერს დაკავებულები,
თუ სხვადასხვა დროს პოლიტიკოსები, რომლებიც არიან დაჭერილები, ზიამაღლობელი, რომელიც ანუ სისხლის სამართლებრივი წესით ციხეში გამოკეტილები, არა თუ ერთ, არამედ რამოდენიმე ნიშანს აკმაყოფილებენ ერთდროულად და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით უნდა უბრალოდ მინდა აღვნიშნო გუშინ ერთ-ერთ პოლიტპატიმარს გიორგი მინდაძეს ჰქონდა დაბადების დღე და მინდა აქედან მივულოცო მას, მინდა მოვიკითხო ყველა ჩვენი პოლიტპატიმარი და მადლობა ვუთხრა იმ ბრძოლისთვის, რომელთაც ასე გვაძლიერებენ და გვამაგრებენ და მინდა ასევე გამოვყო მანუჩარ მიქელაძე, რომელმაც 4 ოქტომბრის ამბავზე, ესე იგი, ძალიან ღირსეული სიტყვები თქვა, არაერთმა სხვა პოლიტპატიმარმაც, თუმცა ძალიან ღირსეული სიტყვები თქვა, როდესაც საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე განაცხადა უარი და გამოჯამრთელება უსურვო ელენეს. კი ბატონო, ჩვენ ვიღებთ ესეთ სიტუაციას, როდესაც ქართულ ოცნებას ეუბნებიან, რომ შენ არ ჩაგიტარებია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, ამიტომ ჩვენგან აღიარებას არ უნდა ელოდო. თუ კი მეორე საკითხი, რაც ახლა ვახსენეთ, თუ კი ყავს პოლიტპატიმრები, ესე იგი ჩვენგან აღიარებას არ უნდა ელოდო, ესეც ამის ნაწილია და მესამე კანონმდებლობა, რომელსაც შენ იღებ, ეს არ მოგცემს შესაძლებლობას რაიმე აღიარება გქონდეს დასავლეთში. ანუ ყველა ის საკითხი, რომლითაც ის დიქტატურის ჩამოყალიბებას საბოლოო კონსოლიდაციას ცდილობს საქართველოში, მეორე მხრივ შემბოჭავი ფაქტორია მისთვის დასავლეთში. და მას თუ კი სჭირდება რაიმე ტიპის აღიარება, ვინმესთან კომუნიკაცია თუნდაც რაღაც დონეზე მაინც გამოდის, რომ ეს საკითხები მას ამის საშუალებას არ მისცემს, არადა სჭირდება გარედან, რომ მას ვიღაც ელაპარაკებოდეს, ხო? ეს ჩიხური სიტუაცია თუ არა ივანიშვილისთვის და ასევე მეორე მხრივ ოპოზიცია რა მდგომარეობაში ხართ დღეს შეგძლიათ თუ არა ასეთ ვითარებაში როგორღაც აჩვენოთ აქაც საზოგადოებას და გარეთაც რომ ხართ ალტერნატივა აი ამ პროცესში, რომ არ გამოიწვიოს ამ ყველაფერმა ის, რომ შეეგუონ როგორიც არის ივანიშვილი, შეიძლება არ დაელაპარაკონ დიდად, მაგრამ შეეგუონ. ესე იგი, ნამდვილად რთული სიტუაცია მათ შორის ოპოზიციურ ველზე, იმიტომ რომ ტურბულენტობა აქაც შეიმჩნევა და მე არ ვაპირებ, რომ ქართულ ამომრჩეველს და ჩვენს ამომრჩეველს და მოქალაქეს რაიმე ასე თქვა დაუმალო ან დაუფარო, ნამდვილად რთული სიტუაციაა, თუმცა დღეს საკმარისად ძლიერები ვართ იმისთვის, რომ შევძლოთ ამ ბრძოლის გაგრძელება ხალხის მხარდაჭერის პირობებში და ეს მხარდაჭერა ცვლილებებს და ზოგადად ასე ვთქვათ, ოპოზიციას ამ შემთხვევაში საბედნიეროდ აქვს მიუხედავად იმისა, თუ რა ესე იგი ღონისძიებებს ატარებს, რა ნარატივი ტრიალებს და პროპაგანდა ტრიალებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხსა და ოპოზიციას შორის და პოლიტიკოსებს შორის ზოგადად ნდობა გააქრონ და გაანულონ. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ველის მოსუფთავება რეალური ოპოზიციური პარტიებისგან და ოპოზიციონერებისგან იმისათვის, რომ მე მოხდეს ჩანაცვლება სხვა ასე ვთქვათ, შექმნილი ოპოზიციისგან თუ შექმნილი პოლიტიკური ძალებისგან. ხედავთ ასეთ პოლიტიკურ ძალებს უკვე თუ ნიშნებს ხედავთ, რომ შეიქმნებიან და ივანიშვილი შემოიყვანს ველზე, თუ უკვე არსებულ ველზეც არიან პოლიტიკური პარტიები, რომელთაც აი ამ კონტექსტში განიხილავთ, რომ ისინი შეიძლება იყვნენ რაღაც სათადარიგო ვარიანტები ივანიშვილისთვის. კი ბატონო, ამჟამადაც ერთიც ყავს და მეორეც ყავს, თუმცა კიდევ უფრო აქტიური მუშაობის ნიშნები შეიმჩნევა ნამდვილად, მაგრამ მე მინდა ვუთხრა ოცნებასაც და ზოგადად ხალხს ვინც ღელავს ამ საკითხებზე, რომ რეალური ეროვნული ძალების ჩანაცვლება უბრალოდ ვერ მოხდება ხელოვნურად შექმნილი ოპოზიციისგან. მიუხედავად იმისა, აპირებთ რომ ეს პარტიები დაასახელოთ, თუ კი ხედავთ რომ ასეთი პარტიებია და საფრთხეს უქმნის ოპოზიციურ ველს და ივანიშვილს უწყობს რაღაცაში ხელს, როდის დადგება დრო, რომ ამაზე ილაპარაკოთ და თქვათ, რომ აი ეს პარტიები არიან ისე არ ვიცი სატელიტები, თუ აქვს ჩანაფიქრი, რომ ეს ხალხი შემოიყვანოს ველზე და გარიყოს
ის პოლიტიკური პარტიები რეალური ოპოზიციის ჩანაცვლება ხდება. არა, გარიყოს ის პარტიები, ხო, ციხეში გამოამწვდიოს კი ბატონო. თუმცა ანუ ამათი თუნდა გარიყოს, ხო, ასე გამოდის რეალურად. ამათი თუნდა ჩანაცვლება უნდა, რაც თქვა მან 24-ის არჩევნების წინ, რომ ეხლა გვაპატიეთო და შემდეგში ისეთ არჩევანს შემოგთავაზებთ, რომ არჩევანი იყოსო, ანუ რეალურად იმ არჩევანს, რომელიც მისთვის არის მისაღები, ხო? შესაბამისად, ერთიანობაში რო შევაფასოთ, რატომ სჭირდება ამ ყველაფრის გაკეთება, რატომ სჭირდება ამდენი რეპრესია, ამდენი ოპოზიციური ლიდერის ციხეში გამოკეტვა, აი რისთვის ის ციხეში ნიკამელია მაგალითად, ან ელენე ხოშტარია, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუზიანდა, რატომ იყო ციხეში? აქ ხო პირდაპირ პოლიტიკური მდგენელია, როდესაც ადამიანს ფუნდამენტურ უფლებას აზრის გამოხატვის გამო წელიწად ნახევარი მიუსაჯეს ოპოზიციურ პოლიტიკოს. ამ ერთი წუთით დავასრულებ თუ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ ოცნება არის სუსტი. თვითონ ოცნება ამ წუთას არის ტურბულენტობაში, არის სუსტი და მიდის ვაბანკზე იმისთვის, რომ როგორღაც შეინარჩუნოს ეს მიტაცებული ძალაუფლება. უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც არიან მუდმივ ბრძოლაში და ვართ მუდმივ ბრძოლაში, მეც, თქვენც და ჩვენი მოქალაქეები, ამას ვერ ვხედავთ, ამას კარგად გვიფუთავენ და არ გვაჩვენებენ. განსხვავებით ჩვენი მხარისგან, როდესაც ჩანს ჩვენი ყველა ემოცია, ჩვენი ყველა ნერვიულობა, ღელვა, მოქმედება. თუმცა ჩვენი სიძლიერე არის ის, რომ დღემდე პროტესტი შენარჩუნებულია, დღემდე ოპოზიცია არ უშინდება არანაირ რეპრესიებს და მყარად დგას და აგრძელებს ბრძოლას და დღემდე ჩვენ ვინარჩუნებთ ეს რეზოლუციები რისი შედეგია, ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია. ინფორმაციების სწორად მისვლის შედეგია, ხო, რეალობაა ისეთი, რაც უნდა ვაჩვენოთ და მივიტანოთ ადამიანებამდე, პარტნიორებამდე, დასავლურ ცივილიზაციამდე, რომლის ნაწილიც რეალურად ვართ ჩვენ და რომელზეც ოცნება გვეუბნება, რომ არა ვართ თურმე და ჩვენ ვართ აიათოლას ირანის ნაწილი, ჩვენ ვართ თურმე რაღაცა ავტოკრატიების ნაწილი. არ არის ეს ადამიანი, ქართველი ადამიანის ბუნებაა, თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარიკა, რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს, მე მაინც ვფიქრობ, რომ დადგება ამის დრო, სადაც ეს უნდა გამოკრისტალდეს, ასე ვთქვათ, და საზოგადოებამ თქვენგან თუ სხვებისგან უნდა იცოდეს, ვის გულისხმობთ ამ პარტიებში. დღეს არ ამბობთ ასე სრულად, მაგრამ ეს გარდაუვალი პროცესი მეჩვენება პირადად მე, რომ ამ ურჩევლობა პროცესი გამჭვირვალობით წავა, ასე ვთქვათ, გამარჯვებისკენ და ამის დრო ოცებას დადგება. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.